Ყიფიანი პარტია ჯერ საქართველოს ლიდერია ჩვენი გადაცემის სტუმარი, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა ხალბატონო. გარდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისა ვაშინგტონში და აღინიშნა, რომ მარკო რუბიომ თავად მიიწვია ის ფოტოს შიც მის გვერდით დგას და ეს აღინიშნა როგორც აი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის მნიშვნელოვანი წინაპირობა ჩვენ ამასობაში წამოგვეწია დონალდ ტრამპის წერილი ირაკლი კობახიძეს ეს არის საპასუხო წერილი როდესაც ირაკლი კობახიძემ მას ამერიკის თავისუფლების დღე მიულოცა და დონალდ ტრამპმა მოკლედ აღნიშნა, რომ მოუთმელად ელოდება თანამშრომლობის გაძლიერებას, სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობის შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მე გასაგებია, რომ ეს არის ფორმალობა, ახლა უპასუხოთ არ დატოვებდა აი ამ მისალოთ წერილს, მაგრამ ყველა ასეთ ნიუანსს და დეტალს ბუნებრივია ქართული ოცნება იყენებს იმისათვის, რომ აღნიშნოს პერსპექტივა ამერიკასთან შემდგომ ურთიერთობაში. თქვენ გეჩვენებათ თუ არა, რომ ბოლო ორი მოვლენა შესაძლებელია ჩაითვალოს ერთგვარ წინაპირობად რეალური გადატვირთვისთვის. დიახ, ეს მსჯელობის საკითხი არის და მოდით ვიმსჯელოთ და მსჯელობისას გადავუხვიოთ როგორც ოცნების მეინსტრიმს, ასევე ოპოზიციურ მეინსტრიმს. გადახვევა ამ ორი მეინსტრიმისგან სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ არც დრამატიზირება გვარგია და ვაიმე რა გვეშველება აწიო და არც გაუბრალოება და კაპიტულება ამა თუ იმ ფაქტის. ნუ გასაგებია, რომ ახლა მინისტერიალზე არაერთი რამდენიმე ათეული ქვეყნის წარმომადგენელი იყო ჩასული, გასაგებია, რომ წერილთან დაკავშირებით შეიძლება დაიშტამპა ანალოგიური შინაარსის წერილები მრავალი სხვა ქვეყნის ლიდერის მისამართით, მაგრამ ეს რაც შეეხება ნაცრის თავზე არ მოყრის საკითხს, მაგრამ ძალიანაც არ გავაუბრალოებდი და რატომ ესე იგი ზოგადად დავიწყოთ იმით, რომ დასავლური პოლიტიკა პოსტსაბჭოური სივრცის მიმართ ყოველთვის გამოირჩეოდა თავისებურებით. ეს თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ორი პრობლემა ჰქონდათ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს. პირველი, რომ ნეფსი თუ უნებლიეთ აღიარებდნენ ამ ზონას როგორც რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების ზონად და მეორე, ყოველთვის მათი პოლიტიკა მაინც სანახევროდ იყო. ანუ ისინი საუბრობდნენ დემოკრატიზაციაზე, ადამიანის უფლებებზე, ინსტიტუციურ რეფორმებზე, მაგრამ ამ პოლიტიკას აკვდა მთავარი, რომ გნებავთ დემოკრატიზაცია, გნებავთ ადამიანის უფლებები, გნებავთ ნებისმიერი სხვა საკითხი, განხორციელებადი სრულად იქნებოდა მხოლოდ მყარი დასავლური უსაფრთხოების გარანტიების ქოლგის ქვეშ. ამიტომაც ვახსენებ ეს ორი წინაპირობა და თანდათანობით რომ განვავითაროთ და უფრო საინტერესოდ გავხადოთ. ანუ გარანტიები დასავლური გვაქვს ძალიან დაკარგული, აი მოცემულობით რაც ახლა გვაქვს. არა თანმიმდევრულობის ხაზი მინდა განვავითაროთ და მოვიდე ტრამპის ადმინისტრაციამდე. ეს იყო ეს თქვა სანახევროდ წარმოებული პოლიტიკა. მოგწონს თუ არ მოგწონს, ახლა ამ გადმოსახედიდან რეტროსპექტივაში ჩვენ სწორედ ასე შეგვიძლია კვალიფიკაცია მივცეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ მადლიერი ვართ, იმიტომ რომ არა დასავლური პოლიტიკა ქართული სახელმწიფო დღემდე არ მოვიდოდა იმ ფორმით, თუნდაც რა ფორმითაც დღეს ჩვენ გვაქვს, მაგრამ აი დღეს ფაქტიურად ეს სანახევრო პოლიტიკა ივსება იმით, რომ თითქოს და დასავლეთი უფრო მეტი ინტერესი ჩენს რეგიონისადმი და შესაბამისად იჩენს რა რეგიონისადმი უფრო სრულფასოვან ინტერესს. აქ მეორე პრობლემას ვაწყდებით, ეს არის აი ტრამპი თუ ვახსენებთ, მისი არათანმიმდევრული მიდგომა. ამდენად, როდესაც მე ვახსენე ხალბატონოებმა, რომ იცით ახლა ნუ განვადიდებთ და გავაზვიადებთ მნიშვნელობას, მაგრამ ნუც დავაკნინებთ. სამართალში არის ესეთი უცნაური ტერმინი, რომ ნივთის არამართლზომიერი ფლობის შემთხვევაში შეიძლება არამართლზომიერმა ფლობელმა, ნუ გარკვეული პირობები არის კიდევ უკეთ საკუთრებას განაცხადოს ამა თუ იმ ნივთზე. ახლა მინდა დელიკატურად აღვნიშნო, რომ ჩვენ კი ვამბობთ, რომ ქართული ოცნების ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რომ ჩატარებული არჩევნები მრავალ კითხვას იწვევს ლეგიტიმაციის კუთხით, მაგრამ დროის გარკვეულ განმავლობაში ტრამპის არათანმიმდევრული პოლიტიკიდან გამომდინარე, თუ მან დაინახა, რომ სტატუს კვო ნარჩუნდება, არ გამოვრიცხა, მით უმეტეს ახლა უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრობდით უფრო მეტ გაცხადებაზე დასავლური პოლიტიკის, რომ მან
იმდენად დემოკრატიული პარტნიორი კი არა, არამედ სტაბილური პარტნიორი არჩიოს. ეს შეიძლება არ იყოს ჩვენთვის კომფორტული. რაში შეიძლება გამოიხატოს ჩვენ შორის შეიძლება კიდევ გაჩნდეს ახალი პარტნიორობის დოკუმენტი? შეიძლება გამოიხატოს იმაში, რომ რა თქმა უნდა ფონი დღეს ჯერჯერობით ქართული დემოკრატიის საკეთილდღეოდ არის, რომ შეჩერებული არის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, ჩვენ გვესმის სხვადასხვა შეფასებები კონგრესში და არა მხოლოდ იგივე რუბიოს პირით ჩვენ მოვისმინეთ, რომ მათ კითხვები აქვს ქართული პროცესის მიმართ, მაგრამ იმეორებ, ეს არათანმიმდევრული, არაპროგნოზირებადი ტრანზაქციურს უწოდებთ, ხომ? არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულწილად სპირალისებურად განვითარება მოხდეს და რაში შეიძლება ეს ყველაფერი გამოიხატოს? ჩვენ ხო ვიცით რა უნდათ მხარეებს, ანუ ქართულ ოცნებას პირველ რიგში არც მალავენ ამას, ყველაზე მეტად აწუხებთ სანქციების საკითხი. ქართულ ოცნებას უნდა რომ ამერიკის შეერთებულმა შტატების ამ ადმინისტრაციამ გაუქმოს წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები. შეიძლება გამოიხატოს, ეხლა რამდენად მაღალი არის ამის ალბათობა, ამაზე მარჩიელობა რთული არის, მაგრამ შეიძლება გამოიხატოს ქართულ ოცნებასთან როგორც ფაქტობრივ, აი მართლზომიერი, არამართლზომიერი ფლობელი რო ვახსენე, ნივთის, რომელიც აი მოძრავი ნივთის შემთხვევაში 5 წლის შემდეგ გადადის საკუთრებაში თუ არ ვსწრები და უძრავი ნივთის 15 წლის გასა, იგი თუ ეს სტატუს-კვო გამოკიდებული შენარჩუნდა და ქვეყნის შიგნით არ მოიძებნა საკმარისი რესურსი ცვლილებების მოსახდენა და სიტუაციის გადასატეხად, არ არის გამორიცხული რა რომ მოხდეს ტრამპის სტილში და მით უმეტეს ქართული ოცნების მოლოდინების საპასუხოდ ურთიერთობათა მოდი ნორმალიზება, ასე დავარქვათ. და ამ ნორმალიზებაზე მათ შორის არა მარტო ტრამპს უნდა მივაწეროთ მისი წილი პასუხისმგებლობის და არა მარტო ოცნებას, არამედ ქართულ ოპოზიციასაც, რომელიც დღემდე დასავლეთს ერთიანი, კონცენტრირებული, ფოკუსირებული ხმით ვერ ესაუბრება. და ამ ფონზე არკმარა ვიზიტების რაოდენობა, არკმარა, ესე ვთქვათ, სხვადასხვა ფორუმების ფორმატში გვერდითი შეხვედრები, ქართული პოლიტიკური ოპოზიცია არ ასხივებს აი ერთიანი პოლიტიკურ ხმას, რომელიც დასავლეთს მას როგორც აი ერთიან კონსოლიდირებულ ერთი ფანჯრის პრინციპით პარტნიორს დაანახებდა. არა და თითქოს კიდევ რა შეიძლება მოხდეს ოპოზიციის თავს იმისათვის, რომ ერთიანობას ასხივებდეს თუნდაც ამ საკითხში მაინც გულისხმობ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეს. სხვათა შორის მინდოდა მეკითხა, სამართალში არსებობს ესეთი პოლიტიკური ტერორიზმი ტერმინი? მე მგონი არ არსებობს. არა, ეს რაღაცა ახალია და როგორც ხედავთ ბოლო 2 დღის განმავლობაში ქართული ოცნება გულისხმობ კობახიძის ინტერვიუს, დინარაძის ბრიფინგს საკმაოდ წარმატებით იყენებს ამ ტერმინს და არ არის გამორიცხული, რომ გარკვეულ ასე ვთქვათ სამართლებრივ პროცესებშიც, რომელიც პოლიტიკურ თემებს ეხება, ეს გამოჩნდეს. უკაცრავად პოლიტიკოსების საქმე. აი ფაქტობრივად ის არის დიდწილად გადახრილი იქეთკენ, რომ დაიჭერენ ყველას, ვინც ახლა თავისუფლებაზეა და ვინც ციხეშია, მათ სასჯელს დაუმატებენ. დღეს უკვე მიხეილ სააკაშვილიც გამოვიდა, გამოეხმაურა უბრალოდ ციხიდან, ელენე ხოშტარიას გზავნილიც იყო, სააკაშვილი ამბობს, რომ აუცილებლად შესამუშავებელია რაღაცა ერთიანი წინააღმდეგობის, ანტისაოკუპაციო წინააღმდეგობის მოძრაობის ფორმირება არის საჭირო და ვისაც ეს არ ესმისო, რეალურად თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება. აი რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე უფრო მეტი ოპოზიციის თავს დამტყდარი, რომ ახლა მაინც რაღაცა ერთიანი სტრატეგიით ემოძრავათ. სხვათა შორის პოლიტიკურ ტერორიზმზე გამახსენდა, ხა დღეს არ მინდა ანტიტრამპისტული გადაცემა გამოგვივიდეს, მაგრამ ჯერ საქართველოს ხელწერა არის რეალიზმზე დაფუძნებული შეფასებების წარმოჩენა და ჩვენ როგორც კომპაქტურმა ერმა უნდა ვიცოდეთ, როგორც პარტნიორებთან ურთიერთობის ენა, ასევე მოწინააღმდეგებთან ურთიერთობის ენა და ამ ენას უნდა ვკითხულობდეთ, გვესმოდეს და კარგად ვწვებოდეთ. რატო შეგავაკეთე შესავალი ტერორიზმზე გამახსენდა
დასავლურ აკადემიურ წყაროებში ტრამპის დიპლომატიას ეძახიან არა მარტო დამონათების დიპლომატიას, არამედ ტერორის დიპლომატიას, რომ მაქსიმალური წნეხით გამოვაჭრება გარანტირებული მინიმალური შედეგის. ეს პროდ გამახსენდა რა, რომ ესეთი არის ჩვენი სამყარო დღეს, აი ასეთ გარემოებებში ვცხოვრობთ, სადაც აი თეთრად და შავად სასახად დაყოფა მხოლოდ არ ხდება. რაც შეეხება აი ამ განცხადებას და მოლოდინებს. მოლოდინი მაქვს აბსოლუტურად რეალური, ჩემდა საუბედუროთ თუ სამარცხვინოთ, იმიტომ რომ აი ჩვენ წლების განმავლობაში ხვდებით ეთერებში მე და თქვენ და ეთერიდან ეთერამდე პრაქტიკულად ახალ მოცემულობაში ამოყოფთ თავს. ამიტომ ის რაც დაუჯერებელი იყო 3 თვის წინ, 9 წლის წინ, დღეს ეს ყველაფერი ჩვენ თავს ხდება. ამიტომ ამას ამბობთ როგორც იურისტი თუ ამას ამბობთ როგორც პოლიტიკოსი, იმიტომ რომ ნახეთ, საქმე იმ გვარად არის კვალიფიცირებული, რომ ან უნდა დააკავონ, მიუსაჯონ, ან უნდა გაამართლონ. ანუ გამართლების შანსი თითქოს არანაირად სხვა ვარიანტი თუ არსებობს, ეს მინდა კითხოთ როგორც ამას ვამბობ ერთ ამპლუაშიც და მეორე ამპლუაშიც, იმიტომ რომ ამ ორივე ამპლუაში თანაწყობით საუბარს ხელს უწყობს ის, რომ ჩვენთან დღეს სამართალი ემსახურება პოლიტიკას.